მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი ვიდეო ლექცია ეძღვნება სამეცნიერო პროექტს ათონის მწიგნობრულ ლიტერატურული სკოლის ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა, ნაწილი მეორე, რომელიც დაფინანსებულია რუსთაველის ფონდის მიერ გრანტი FR 21-58-84. ჩვენ ვისაუბრებთ კომენტარებზე, რომელიც დავურთეთ პროექტის ფარგლებში გამოცემულ მესამე ტომს. აღნიშნული ტომი შედგება სამი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებისგან, რომელიც თარგმნილი არის ათონის წმინდა მთაზე. პირველი ცხოვრება არის ბაგრატ ტავრომენელის, რომელიც პირველი საუკუნის მოღვაწე გახლდათ. მეორე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები აკებს იმას იოსებისა და აიათალას წამების შესახებ მოგვითხრობს, რაც შეეხება მესამე ნაწარმოებს, ეს არის წმინდათა მენას, არმოგენესა და ევრაფის წამები. აღნიშნული ძეგლები ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტურად სამი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები აღწერს წმინდა მოწამეთა ცხოვრებას. დავიწყოთ პირველი ნაწარმოების შესახებ საუბარი, როგორც შესავალშევი არის აღნიშნული, წმინდა ბაგრატი მოხსენიებული არის მოციქულთა სწორად, რადგანაც ის იყო მოციქულთა მოწაფე და იყო მღვდელმთავარი. მისი ძალიან დიდი ძალისხმევისა და ღვაწლის შედეგად მოხდა სიცილიის კუნძულის გარკვეული ნაწილის გაქრისტიანება და ის გახლდათ ქალაქ ტავრომენის ეპისკოპოსი. ქალაქ ტავრომენი არის სიცილიის ერთ-ერთი ქალაქი. დღესაც ამ ქალაქში ძალიან დიდ პატივს მიაგებენ წმინდა ბაგრატის ხსოვნას და მის სახელობის ტაძარიც არის ამ ქალაქში. როგორც შესავალშევი არის აღნიშნული, მისი ცხოვრება აღწერა მისმა მოწაფემ ევაგრე ეპისკოპოსმა და ძალიან საინტერესო ცნობებს გვაწვდის წმინდა ბაგრატის შესახებ. შესავალში მოთხრობილი არის წმინდა ბაგრატის მშობლების შესახებ გარკვეული ინფორმაცია და შემდგომ უკვე თხრობა გრძელდება უშუალოდ წმინდანის ცხოვრებიდან. საინტერესოა იმ მხრივაც ეს ცხოვრება, რომ ძეგლი, როგორც ავტორი მიგვანიშნებს, შედგენილია პირველ საუკუნეში და აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესო ცნობებსა და ინფორმაციებს შეიცავს. აქვე აღნიშნავთ იმასაც, რომ აღნიშნულ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში არაერთ ადგილას არის ციტირებული როგორც ძველი აღთქმის, ასევე ახალი აღთქმის წიგნები და მოხსენიებული არიან როგორც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები, ასევე ახალი აღთქმის მოღვაწეები, მაგალითად წმინდა მოციქულები. ფაქტურად ძეგლში რაღაც ნაწილი დათმობილია ძველი აღთქმის ისტორიის თხრობას, ადამიდან და ევადან დაწყებული, ვიდრე გარკვეულ პერიოდამდე, ვიდრე ქრისტეს შობამდე და მოხსენიებული არიან ძალიან ბევრი ძველი აღთქმისეული მოღვაწეები და ხშირ შემთხვევაში, როგორც ბაგრატის, ასევე სხვა ძეგლში მოხსენებული წმინდანთან თუ რომელიმე მოღვაწესთან ხედავ ჩვენ ციტირებას, მათ მიერ ციტირებას ახალი აღთქმის და ძველი აღთქმის ნაწილიდან, რაც საკმაოდ საინტერესო არის. პირველ რიგში აღნიშნავთ იმას, რომ წმინდა ბაგრატის მამა იყო იმდროინდელი მოღვაწე, როდესაც მაცხოვარი მიწიერ ცხოვრებაში იყო, როდესაც ის ქადაგებდა, მოღვაწეობდა და როგორც ტექსტიდან ვიგებთ, სწორედ უშუალოდ მაცხოვრისგან მოისმინა მან ქრისტიანული მოძღვრება. შემდეგ უკვე წმინდა ბაგრატის მშობლები და თვითონ ბაგრატიც, რომელიც ერთადერთი შვილი იყო მისი მშობლებისა, ინათლებიან წმინდა მოციქულის პეტრეს მიერ და აქედან უკვე იწყება თხრობა ბაგრატ მოციქულის ცხოვრებისა. საინტერესოა ასევე ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში ტექსტში გადმოცემული არის დოგმატური სწავლებები,
იესო ქრისტეს ორი ბუნების შესახებ, მისი განკაცების შესახებ, მისი გამოხსნელობითი ღვაწლის შესახებ და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ძეგლი არა მარტო წმინდანის ცხოვრებას მოგვითხრობს, არამედ ფაქტურად გვევლინება შეიძლება ითქვას გარკვეულ დოგმატურ სახელმძღვანელოდაც, რადგანაც იქ ახსნილია და განმარტებულია ეკლესიის ძირითადი დოგმატები და სწავლებები. ამ სწავლების ამ დოგმატებზე თანმიმდევრულად მოგახსენებთ. ასევე საინტერესოა ისიც, რომ მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებიდან არის გარკვეული ეპიზოდები მოყვანილი, რაც კიდევ ერთხელ გადმოგცემს იესო ქრისტეს ღვაწლსა და მისი გამოხსნელობითი მისიის და სოხტოროლოგიური სწავლების მნიშვნელობას. ასევე საინტერესოა ისიც, რომ ტექსტში ხშირ შემთხვევაში მოხსენიებული არის სხვადასხვა საღვთისმსახურო ლოცვები, როდესაც გამაგრეთად აღესრულება მწყუხრის ან ცისკრის ლოცვა. ასევე აქ ხვდებით ერთ საინტერესო ეპიზოდს, აღმართებაი ჯვარისაი და სხვადასხვა უნდა ითქვას, რომ არაერთხელ არის მოხსენიებული მსგავსი რამ წმინდა ბაგრატის ცხოვრებაში და ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტე, რომელიც ჯვარზე აღესრულა, ამით ჯვარი იქცა გამოხსნელი იარაღად და თვითონ პირველივე საუკუნეებში მოციქულები ეპისტოლეებში აღნიშნავენ, რომ ჯვარი არის წმინდა თაყვანისაცემი, მაგალითად აი გალატელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქულის წერს ასეთ რამეს, რომ ნუ იყოფინ ჩემ და სიქადულ გარნა ჯვარითა ღვთისა ჩვენისა იესო ქრისტესითა და ასევე მრავალი მოწმობა არსებობს იმის შესახებ, რომ ეკლესიის დაარსების დღიდან ქრისტიანთა შორის უდიდესი თაყვანისცემის საგანი იყო წმინდა ჯვარი და ეკლესიის მამები ამ თაყვანისცემაზე საუბრობენ, როგორც მოციქულთა გარდამოცემაზე შემდეგ საუკუნეებში, მეორე-მესამე საუკუნეებში, ანუ იმ ტრადიციაზე, რომელსაც დასაბამი თავად მოციქულთა ეპოქაშივე დაედო. საინტერესოა, რომ წმინდა კვიპრიანი კართაგენელის ბიოგრაფიის ცნობით, მესამე საუკუნეში ზოგიერთი ქრისტიანი ჯვარს შუბლზე გამოისახავდა. ასევე ნაპოვნია არქეოლოგების მიერ მესამე საუკუნის ჭურჭელი და ამ ჭურჭელზე გამოსახულია ადამიანი ჯვრით შუბლზე. ასევე ცნობილია ისიც, რომ მესამე საუკუნეში დიოკლეტიანეს მეფობის დროს წმინდა მოწამეებს პროკოპსა და ორესტის ჯვარი კერძზე ჰქონდათ გამოსახული. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ წარმართები ქრისტიანებს დაცინვით ჯვრის თაყვანისცემლებსაც უწოდებთ. თუმცა მიუხედავად ამისა, რომ პირველ საუკუნეებში ჯვრის თაყვანისცემის შესახებ არაერთი ცნობა არსებობს, ეკლესიის ისტორიაში მეოთხე საუკუნემდე არსად ხვდება ჯვრის აღმართვის ისეთი ისტორია, როგორც ეს იერუსალიმში მოხდა წმინდა დედოფალი ელენეს ძალისხმევით. და ამ ჯვართ ამაღლების დღესასწაული სწორედ ამ ისტორიასთან არის დაკავშირებული. ტექსტში მოცემულ ისტორიაში სავარაუდოდ უნდა იგულისხმებოდეს არა ასეთი მასშტაბური ფორმით ჯვრის ამაღლება, როგორც ეს იერუსალიმში მოხდა მეოთხე საუკუნეში, არამედ გაცილებით პატარა ზომის ჯვრის აღმართვა სახლში ან ეკლესიაში, როგორც ჩანს, ეს ტრადიცია არსებობდა ეკლესიაში და აი ამ ცნობას საკმაოდ საინტერესო ცნობას გვაწვდის აი ეს ძეგლი. გარდა ჯვრის თაყვანისცემისა, ასევე მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ ჩვენ ხატების შექმნის შესახებ. საეკლესიო ტრადიციის მიხედვით, პირველი ხატის დაწერის ისტორია დაკავშირებულია მაცხოვრის მოწაფესთან, ლუკა მახარებელთან. და პირველ საუკუნეში სხვა ხატწერის შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ მოგვეპოვება. აღნიშნულ ცხოვრებაში გვხვდება ცნობა, რომ პირველ საუკუნეში დაიწერა მაცხოვრის ხატი. აი ასეთი სიტყვებით მიმართავს ერთ-ერთ ხატმწერს ძეგლის ერთ-ერთი წმინდანი, ძეგლში მოხსენებული წმინდანი, გამომიხატე აქა ხატი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რაითა იხილონ ერთა სახეი განკაცებისა მისისაი.
და ეს მითითება, ეს ბრძანება მორჩილებით შეასრულა ხატმწერმა, რომლის სახელიც არის იოსები. და როგორც აღნიშნეთ, მსგავსი ინფორმაცია ჩვენ სხვაგან არც დამოგვეპოვება. ასევე საინტერესოა, რომ პეტრე მოციქული იოსებ ხატვარს თავის და ბაგრატის გამოსახვასაც ავადებს. და შემდგომში კი ჩანს, რომ ხატვარმა პეტრე მოციქულის დავალებით მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების სხვა სცენებიც შექმნა. როგორც ტექსტშია მოხსენებული, იოსები ხელოვანი იყო, რომელმაც ყოველივე გამოსახა კეთილით. აი ეს ცნობა ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, თუ ძეგლი რეალურად აღწერს პირველი საუკუნის მოვლენებს, არის ძალიან დიდი სიახლე. და ჩვენ გვაუწყებს ხელთუქმნელი ხატების და მახარბლის შექმნილი ხატების მიერ კიდევ სხვა ხატების შექმნის ისტორიას და ავტორსაც კი იოსებ ხატვარს, რომელმაც ეს ძეგლები შექმნა. აქვე აღნიშნავთ, რომ ტექსტში მოცემულია პეტრე მოციქულის სიტყვები, როდესაც ის ყურადღებას ამახვილებს ქრისტიანობაზე, როგორც საყოველთაო რელიგიაზე, განსხვავებით ძველათქმისეული იუდაიზმისგან, რომელიც ერთი ეთნოსის ებრაელების რელიგიად ითვლებოდა. და წარმართების გაქრისტიანების ისტორიაზე განსაკუთრებული ყურადღება ასევე გამახვილებული საქმეზე მოციქულთაში, სადაც უკვე ძველათქმისეული რელიგიის იუდაიზმის საფუძველზე აღმოცენებული ქრისტიანული სწავლება არა მხოლოდ ებრაელი ხალხისთვის არის, არამედ ეს არის უნივერსალური საყოველთაო რელიგია, რომლისთვისაც მოწოდებულია, რომლის მისაღებადაც მოწოდებულია ნებისმიერი ადამიანი, რომელი ეროვნების შვილის არ უნდა იყოს ის. გარკვეულ ეპიზოდში, როდესაც ავტორი გვაუწყებს ჩვენ ბაგრატ მოციქულის პირით, ბაგრატ მოციქულის ქადაგებას და გადმოცემული გვაუწყებს ძველათქმისეულ ისტორიას, როგორ ხდებოდა ადამიანების ცოდვით დაცემა, როგორ ხდებოდა მათი გამოხსნა, როგორ უგზავნიდა ადამიანებს ძველათქმისეულ მორწმუნეებს, ძველათქმისეულ ბერს, ებრაელებს, როგორ უგზავნიდა ღმერთი წინასწარმეტყველებს, მის რჩეულებს, რომლებიც გამოიხსნიდნენ ხოლმე მათ ამ ტყვეობისგან, ცოდვით დაცემისგან და განსაცდელებიდან დაიხსნიდნენ. მაგალითად მოხმობილია ნოეს ისტორია და სხვადასხვა წმინდანები, რომლებიც ძველათქმაში მოღვაწეობდნენ და მათი გამხსნელობითი ძალიან დიდი ღვაწლი, როგორ გადაარჩენდნენ და გამოიყვანდნენ ჭეშმარიტ წარწმუნებას დააყენებდნენ, განსწავლდნენ და გამოიყვანდნენ ისინი ებრაელ ხალხს. ასევე ერთ-ერთ ეპიზოდში გამახვილებულია ყურადღება ძველათქმისეულ გაუკუღმართებაზე, კერძოდ სოდომურ ცოდვაზე და აი ეს სოდომური ცოდვის ეპიზოდი ასევე გამდიდრებული არის ამ ინფორმაციულად საღვთისმეტყველო კუთხით ამ ცოდვის სიმძიმე გამდიდრებული არის პავლე მოციქულის სიტყვებით, როდესაც პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში საუბრობს აი ამ ცოდვის უკუღმართობაზე. ანუ ამით იმის თქმა შეიძლება, რომ ავტორი როდესაც რაიმეს ახსნას ცდილობს მსმენელისთვის, ის არათუ მხოლოდ ძველი აღთქმის, ან არათუ მხოლოდ ახალი აღთქმის ეპიზოდებიდან საუბრობს, ხშირ შემთხვევაში ბიბლიის ორივე ნაწილიდან, ძველი აღთქმიდან, ასევე ახალი აღთქმიდან, ციტირებს გარკვეულ ისტორიებს ან სიტყვებს და აი ამით ცდილობს მსმენელს დაანახოს ცოდვის რაობა თუ პირიქით სიკეთის და კეთილის საქმის მნიშვნელობა. ერთ-ერთ ეპიზოდში ასევე საუბარია ჩამოთვლილი არის ძველათქმისეული მოღვაწეები, წმინდა მამამთავრები, წინასწარმეტყველები, რომლებიც ძალიან დააშრნენ, რომლებმაც ძალიან ბევრი მოღვაწეებს იმისთვის, რომ ებრაელიერი გამოიხსნათ ცოდვის ტყვეობისაგან და მაგალითად აქ მოხსენებულნი არიან აბელი, სეითი, ენოსი, ენუქი, ნოე, აბრაამი, ისააკი, იაკობი, იოსები, მოსე, აარონი, ისუნავეზე, დავითი და სხვა წინასწარმეტყველები. და გარკვეული რაღაცა მითითებებიც არის ზოგიერთ მათგანზე, რაც მსმენელს და მკითხველს აძლევდა იმის საშუალებას, რომ გაეხსენებინა კიდევ ერთხელ აი ძველათქმისეული მოღვაწეები. საინტერესოა ასევე ისიც, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში გადმოცემულია ქრისტოლოგიური და სოტეროლოგიური სწავლებები,
ქრისტეს პიროვნების შესახებ, მისი ორი ბუნების შესახებ, რომ ის არის ღმერთი, და ამავე დროს ის არის უცოდველი ადამიანი და ამავე ტექსტში ჩანს ის ქრისტიანული სწავლების ძირითადი არსი, რომლის მიხედვითაც ქრისტემ, როგორც ადამიანმა ჯვარცმისას განიცადა ტკივილი, სიკვდილი, ხოლო მისი ღვთაებრივი ბუნება დარჩა უნებელი და უკვდავი. აქვეა გადმოცემული ქრისტეს განკაცების მიზანი, რომ ეს იყო ადამიანების ხსნა, ადამიანების გადარჩენა, ისე კვლავ ღმერთთან დაბრუნება და იმ უშუალო კავშირის აღდგენა, რომელიც 60-ში ჰქონდა ადამიანსა და ღმერთსა და ადამიანს. სწორედ ამიტომ ჯვარცმული მაცხოვარი სულით ჩადის ჯოჯოხეთში, ამარცხებს ეშმაკის მეუფებას და მესამე დღეს მკვდრეთ და აღმდგარი ათავისუფლებს ეშმაკის ტყვეობაში მყოფ იმ ადამიანების სულებს, ვინც მას საუკუნეების განმავლობაში ელოდებოდნენ. აი ეს სწავლებაც არის გადმოცემული აღნიშნულ ძეგლში. საინტერესოა, რომ აქვეა მოხსენიებული საღვთისმსახურო ნივთები, მაგალითად ბარძიმი და ფეშყუმი, რომელიც გამოიყენება ბაგრატ ეპისკოპოსის მიერ წირვის აღსრულებისას ტაძარში. აქვე აღნიშნავთ იმასაც, რომ ფაქტობრივად აღნიშნულ ძეგლში ჩვენ ხვდებით მითოლოგიური და ელინური კულტურის გარკვეულ ჩანართებს და ავტორი, ესე ვთქვათ, საუბრობს სხვადასხვა ღვთაებებზე, სხვადასხვა პერსონაჟებზე, ძველი ელინური კულტურის პერსონაჟებზე და ვფიქრობთ, რომ ეს განპირობებული იყო იმით, რომ აღნიშნული ძეგლი პოტენციური მკითხველები შეიძლება ყოფილიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან გაცნობიერებულები იყვნენ ამ კულტურაში და აქედან გამომდინარე ავტორი მათ აჩვენებს, რომ თვითონაც კარგად იცის ეს თემები, ელინური კულტურა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის არათუ ამ ღმერთების მიმდევარი რჩება, არამედ ის აღიარებს ჭეშმარიტ ღმერთს, განკაცებულ იესო ქრისტეს. და აქვე აღნიშნავთ იმასაც, რომ როდესაც ავტორი გვაუწყებს ჩვენ წმინდა ბაგრატის ცხოვრებას, რომელიც სტავრომინიაში მოღვაწეობდა, გარკვეულ ცნობებს გვასწვდის ამ ქალაქის დაარსების შესახებ, რომელიც ასევე მითოლოგიურ პერსონაჟების ისტორიასაც შეიცავს. ტექსტში რამდენიმე ეპიზოდში ნათლად ჩანს, რომ წმინდა ბაგრატი შემოსილი არის საღვთო ნათელით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რადგანაც ჩვენ ხედავთ, როგორც წმინდა მოციქულებს, თავად მაცხოვარსაც, რომელმაც ფერი იცვალა თაბორის მთაზე, ასე წმინდა მოციქულებს ხედავთ სულფოფენობის დღესასწაულზე, როდესაც მათ თავზე ცეცხლოვანიანები სახით, ცეცხლოვანიანები გამოისახა მათ თავზე, სულიწმინდა როცა გადმოვიდა მათზე, სულიწმინდის მადლი როცა გადმოვიდა მათზე და მსგავსი ნათლით შემოსილი იყო მაგალითად ძველ ათმაში მოსე წინასწარმეტყველი და ეს ეკლესიის ისტორიაში რამდენიმე ასეთი ფაქტია გადმოცემული. არათუ მსოფლიო ისტორიის უძველეს პერიოდში, არამედ ცოტა გვიანდელ პერიოდში. მაგალითად, წმინდა შიო მღვიმელი შეიძლება გავიხსენოთ. შეგვიძლია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, სადაც ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც წმინდა გრიგოლი თავის სენაკში იყო, მონასტერში მცხოვრებ ერთ-ერთ მორჩილს ეგონება, რომ მის სენაკს, მის საცხოვრებელს ცეცხლი უკიდია და როდესაც ის მონასტრის ძმებს მოუწოდებს, რომ აი მამა გრიგოლის სენაკშას რაღაცა ხდება და ბერები წავლენ შესამოწმებლად, ნახონ რომ არაფერი არ ხდება და მაშინ ერთ-ერთი ბერი ეუბნება ამ მორჩილს, რომ ეს არის იმ საღვთო ნათელის გაბრწყინების შედეგი, მადლის გაბრწყინების შედეგი, რომელიც მოიხვეჭა მამა გრიგოლმა. და ზოგადად უნდა ითქვას, რომ სულიწმინდის მადლის მოხვეჭის შედეგად ხშირად ეს მადლი გარეგნულადაც გამოვლინდებოდა საღვთო ნათელის სახით. მაგალითად, ესეთი ისტორია წმინდა სერაფიმ სარულის ცხოვრებაშიც არის, მამა გაბრიელის ცხოვრებაშიც არის მოხსენიებული და როგორც უკვე ვთქვით, წმინდა ბაგრატის შემთხვევაში ეს რამდენჯერმე მოხდა და ამას აღნიშნავს ავტორი. ამავე ტექსტში გადმოცემული არის ერთ-ერთი ლოცვა, ასეთი სიტყვები: დიდებაა შენ და უფალო იესო ქრისტე, სიტყვაო თანაარსო მამისაო, მხოლოდ ჩობილო, თანა დაუსაბამოო.
რომელმან ჯერ იჩინე ხორცთა შესხმა უკცეველად და უცვალებლად, რათა განახლდო ბუნებაი ჩვენი დაბნელებული ცოდვითა. აღნიშნულ ლოცვაში გადმოცემულია მართლმადიდებლური სწავლება ძეღმერთის შესახებ, მამა ღმერთთან თანასწორობის, მისი მარადიულობის შესახებ. საინტერესოა, რომ ამ საკითხს მიეძღვნა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც ქალაქ ნიკეაში ჩატარდა 325 წელს წმინდა იმპერატორის კონსტანტინე დიდის ძალისხმევით და მოწვევით და აი ამ კრებაზე გაჟღერდა ასეთი ტერმინი ჰომოუსიოს, რაც ქართულად თანაარსი ან ერთარსი ასე ითარგმნება. და აი ამ ეპიზოდში, ლოცვის ამ ეპიზოდში მოხსენებულია თანაარსო მამისაო. და ძალიან საინტერესო ჩანართია და ამით გადმოცემულია მამა ღმერთისა და ძეღმერთის თანასწორობა და თანადიდებულობა, რომელსაც უარყოფდა მწვალებელი ალექსანდრე მღვდელი არიოზი, რომლის სწავლებაც დაგმო პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებამ. აღნიშნული ტერმინი ანტიკურ ტექსტებშიც გამოიყენებოდა ჰომოუსიოს, ის გვხვდება სხვადასხვა ქრისტიან მწერალთან, მაგალითად პავლე სამოსატელი მას იყენებს მამა ღმერთ და ძეღმერთის ურთიერთმიმართების წარმოსაჩენად, თუმცა ის არამართებულ სწავლებას ქადაგებდა, მაგრამ ეს მეორე-მესამე საუკუნეში ხდება. შეიძლება ითქვას, რომ პირველ მსოფლიო კრებამ ტერმინის ამ გაგებით გამოყენების წერილობითი მტკიცებულება არც ერთ ქრისტიან ძეგლში არ მოგვეპოვა, რომელიც აი მართებულად წარმოაჩენდა მამა ღმერთისა და ძეღმერთის თანასწორობას და თანადიდებულებას და ამ მხრივადაც ეს ძალიან საინტერესოა. აქვეა გადმოცემული ქრისტეს განკაცების შესახებ სწავლება, რომ უკცეველად და უცვალებლად მოხდა მის ჰიპოსტასში ორი ბუნების შეერთება. აღნიშნული სწავლება მესამე-მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრებების მოწვევის მიზეზი გახდა. ამ სწავლების მიხედვით ორი ბუნების მქონე განკაცებული ღმერთის არც ერთი ბუნება არ შეცვლილა. კაცობრივი არ გარდაქმნილა ღვთაებრივად და პირიქით ღვთაებრივი არ გარდაქმნილა კაცობრივად. ორივე შეუცვლელად იქნა შენარჩუნებული. და აქვეა საუბარი ღმერთის განკაცების მიზნის შესახებ და აღნიშნულია, რომ ეს უდიდესი მოვლენა ადამიანების განხრობას, მათ ღმერთთან დაბრუნებასა და ცოდებისაგან გამოხსნას ემსახურება. წმინდა ბაგრატი ასევე აკურთხებს სასულიერო პირებს, ეს კურთხევის ეპიზოდებიც არის აღნიშნულ ტექსტში გადმოცემული და ასევე აქვეა გადმოცემული დედადიაკონად კურთხევის ისტორია, როდესაც მან ეკლესიის მსახურები დედადიაკონებად აკურთხა და ეს დედები ეკლესიის მსახურებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები და დედადიაკონისების ისტორიასაც მოგვითხრობს წმინდა ბაგრატის ცხოვრება. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ძეგლი საკმაოდ საინტერესოა და მაგალითის მიმცემი არის თანამედროვე ქრისტიანებისთვის თავდადებისა, მოღვაწეობისა, რაც საბოლოო ჯამში გააკეთა წმინდა ბაგრატმა, რომელმაც მოციქულებრივი მოღვაწეობის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი გააქრისტიანა და აი ამაზე განრისხებული წარმართები გადაწყვეტდნენ, რომ მასზე შური იწიონ და მას ძალიან სასტიკად გაუსწორდებიან და სიკვდილით დასჯიან. წმინდა ბაგრატი არა მარტო თვითონ, არამედ მისი მოციქულების მეშვეობითაც ახერხებდა იმას, რომ ეკლესიის წიაღში მოეყვანა ძალიან ბევრი ადამიანი. რაც შეეხება წმინდა აკეფსიმას იოსებისა და აიათალას წამებას, ეს მოწამენი სპარსეთში მოღვაწეობდნენ. ისინი სიკვდილით იქნენ დასჯილი შაბურ მეორეს ბრძანებით სპარსეთის მეფის ან 378 ან 379 წელს. საინტერესოა, რომ სპარსეთის მეფე შაბურ მეორემ 340 წელს სპარსეთის ეკლესიის მეთაურს სვიმეონს მოსთხოვა ქრისტიანებს ორმაგი გადასახადი გადაეხადათ. მან სპარსეთში ქრისტიანობა გავრცელებული იყო. სწორედ აი ამ მეფის ბრძანების შედეგად დაიწყო ქრისტიანთა შევიწროება. ეპისკოპოსმა სვიმეონმა მას ვარი განუცხადა, რის გამოც მეფის ბრძანებით ის სიკვდილით დასაჯეს. სწორედ აქედან იწყება სპარსეთში ქრისტიანთა დევნა, თითქმის 40 წელი გაგრძელდა ეს დევნა. და თუ ჩვენ ამ თარიღს მივიჩნევთ ქრისტიანთა დევნის დასაწყისად, მაშინ ავტორი გვესაუბრება 357 წლის მოვლენებზე. რადგანაც აღნიშნულია, რომ წელსა მე-17-ესა დევნულებასა ქრისტიანეთასა.
ანუ ესე იგი ჩვენ ამ სიტყვებით ასეთი შთაბეჭდილება გვჭირდება, რომ 340 წელს გამეფებული შაბური, საპური 340 წელს გამეფებული 17 წლის შემდეგ იწყებს დევნას. ესე გამოდის მას 357 წელს დაიწყო ქრისტიანთა დევნა. მეფის თანამედროვე ისტორიკოსი ამიან მარცელინი წერს, რომ 359 წელს სპარსელებმა ერთ-ერთი ციხე-სიმაგრე აიღეს, სადაც მონაზვნები ცხოვრობდნენ. შაბურის ბრძანებით მათ არაფერი დაუშავეს. ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ამ პერიოდიდან მეფემ გადაწყვიტა უფრო ჰუმანურად ემოქმედა და ის ემოდევნებდა, რომ არ თუ რაღაც ძალდატანებით, წამებით, არამედ პირიქით, რაღაცა ჰუმანური მეგობრული დამოკიდებულებით, მოჩვენებით მეგობრული დამოკიდებულებით, ის აიძულებდა ქრისტიანებს ვარი ეთქვა სარწმუნოებაზე და მიეღოთ ცეცხლაყვანისმცემლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ასეთი დასკვნა გავაკეთოთ, რომ წმინდანები მოწამეობრივად აღესრულნენ ან 357 წელს, რადგანაც წიგნის ავტორი, ჰაგიოგორგიული წიგნის ავტორი ამას გვეუბნება, რომ ესე იგი მისი გამეფებიდან 17 წლის შემდეგ მოხდა ეს მოვლენები და 357 წლის ნაცვლად 377 წლის ნაცვლად 357 წელს აღესრულნენ ისინი. ან შაბურმა ცოტა ხნით შეწყვიტა დევნა და მერე ისევ განაახლა 361-362 წლებში. და აი სწორედ აქედან იწყებს ავტორი ათვლას. ესე იგი თუ 357 წელს გარკვეულ პერიოდში სიტყვაზე 2 წელი ის დევნიდა ან 3 წელი დევნიდა ქრისტიანებს, მერე შეწყვიტა მან დევნა ქრისტიანების და 361-362 წლებში მან კვლავ განაახლა დევნა და მაშინ გამოდის, რომ სწორია ეს თარიღი და მართლა 378 წელს აღსრულებულან მოწამეები. მაგრამ გვაქვს კიდევ ერთი ვერსია. შესაძლოა ავტორი გულისხმობს რომის იმპერიაში დაწყებულ ქრისტიანთა დევნას, ხელახალ დევნას, რომელიც იულიანე განდგომილის სახელთან არის დაკავშირებული. კონსტანტინე დიდის ძალისხმევით შეწყვეტილი ქრისტიანთა დევნა გარკვეული პერიოდი იმპერიის დიდ ნაწილში შეჩერდა, მაგრამ 361 წელს ტახტზე ასული იულიანე განდგომილი კვლავ იწყებს ქრისტიანთა დევნას და შესაძლოა ავტორი სწორედ ამ ქრისტიანთა დევნის დასაწყისს გულისხმობდეს. საბოლოო ჯამში აი ეს თარიღის დადგენა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ გვაქვს სამი ვერსია. პირველი 340 წელს რო შევაჯამოთ, ახლა 340 წელს გამეფებული შაბური ქრისტიანთა დევნას იწყებს 357 წელს, ის გარკვეული პერიოდი ამ დევნას აჩერებს და შემდგომ ხელახლა ანახლებს დევნას ქრისტიანთა წინააღმდეგ და აი ამ განახლებული დევნის შედეგად, რომელიც მოხდებოდა სავარაუდოდ 361-362 წლებში, 17 წელი გავიდა და მოწამეობრივად აღესრულნენ ჩვენს მიახსენებული წმინდანები. მეორე ვერსია არის ის, რომ შეიძლება თარიღი არის შეშლილი და 378 წლის ნაცვლად 358 წელს აღესრულნენ მოწამეები ან 357 წელს და მესამე ვერსია გვაქვს ის, რომ როდესაც ავტორი საუბრობს ქრისტიანთა დევნის დასაწყისზე, იგულისხმება რომის იმპერიაში დასრულდა ქრისტიანთა დევნა, რომელიც იულიანე განდგომილის სახელთან არის დაკავშირებული. აღნიშნულ ტექსტში ჩვენ ხედავთ სამივე მათგანის მოწამეობრივად აღსასრულს. აქედან ერთ-ერთი იყო ეპისკოპოსი და ძალიან საინტერესო ფრაზა არის ძეგლში. ღირს მიყავ მე მეორეს ამას ნათლისღებასა, რაითა განვიბანო და განვიწმინდე ყოველთა ცოდვათა ჩემთაგან. საინტერესოა ასეთი სიტყვა. მეორე ამას ნათლისღებასა. ქრისტიანული სწავლების მიხედვით მეორედ ნათლისღება მკაცრად არის აკრძალული. ანუ ადამიანი, რომელიც ერთხელ მოინათლა ეკლესიის წიაღში, თუ ეს ნათლობა სწორი ფორმულებით აღსრულდა, არ არის ნათლისღების ედმოს არანაირი დარღვევა, მეორედ ვინც აღასრულებს ნათლობას, ანუ ვინც მეორეჯერ მოინათლება, როგორც წმინდა იოანე დამასკელი გადმოგცემს, ის ამ საქციელით ქრისტეს მეორეჯერ აკრავს ჯვარს. მაშინ რა იგულისხმება აქ? იგულისხმება ის, რომ ქრისტეს სახელისთვის წამება და მოწამეობრივი სისხლის დათხევა მოხსენებულია მეორე ნათლისღებით. წმინდა იოანე დამასკელი, ასევე ჩვენს მეხსენებული უდიდესი წმინდანი, თავის წიგნში მართლმადიდებელი სარწმუნო ზედმიწევრითი გადმოცემა საუბრობს აი ამ
საკითხს, კერძოდ 92 თავში. საუბრობს რწმენისა და ნათლისღების შესახებ, სადაც ნათლისღების რამდენიმე სახეს ასახელებს. და მათ შორის ასახელებს ერთ-ერთ სახედ მოწამეობრივ აღსასრულს. ის წერს: მეშვიდეა სისხლისმიერი და მოწამეობრივი ნათლისღება, რითაც ჩვენს გამო ნათელი იყო თვით იესო ქრისტემაც და რაც ფრიად ღირსეულია და სანეტარო, რადგან არ შეირყნება შემდგომ ბიძთა მიერ. ასე რომ აი ამ ძალიან მნიშვნელოვან სწავლებას ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში გადმოგცემს ჩვენს მიერ ხსენებული ერთ-ერთი წმინდანი, რომელიც მოწამეობრივ აღესრულა მეფე შაპურის მიერ. საინტერესოა ბოლო ეპიზოდი, როდესაც მოწამეობრივ აღესრულებიან, აქ ხდება ციტირება მაცხოვრის სიტყვებისა. მათი სახარებიდან ულოცოდით ერთა ჩვენთა და გვიყვარდნენ მოძულენი ჩვენი და კეთილსა უყოფდით ბოროტის მყოფელთა ჩვენთა. და მართლაც თვითონვე აღასრულებს წმინდანი აი ამ მაცხოვრის მოწოდებას და ამბობს ასეთ რაღაცას: ვილოცავ რაითა მოიქცეს შენ და ყოველნი სასტური სამისგან ეშმაკისა, შეგიწყალოს სახიერებისა მისისათვის და მოგცეს მოტევება იცოდოთ. მაცხოვრის მსგავსად წმინდა მოწამეები მათი მტანჯველების გადარჩენისთვის ლოცულობენ და გამოსწორების დრო ისინი გახდნენ ქრისტიანები. ღმერთს მათ გონზე მოყვანასა და მათთვის ცოდვების პატიებას თხოვდნენ და აღნიშნული ეპიზოდები ძალიან ხშირად ხდება ჩვენ მოციქულთა ცხოვრებაშიც, მოციქულთა მოწაფეების ცხოვრებაშიც, როდესაც ისინი ლოცულობენ მათი მტანჯველებისთვის და ღმერთს თხოვენ პატიებას აი ამ ცოდვისა, რადგან მათ არ იციან, რას ჩადიან ეს ადამიანები. წმინდანები მოწამეებთ არა მარტო თავისთვის იმზადებდნენ ზეციურ სასუფეველს, არამედ საკუთარი თავგანწირვით მაგალითს აძლევდნენ სხვა ქრისტიანებს. და სხვათა შორის აი ამასვე აღნიშნავს ეპისკოპოსი, მოწამეობრივ აღსრულებული ეპისკოპოსი აკეფსიმა, რომელიც საკმაოდ ასაკოვანი ადამიანი იყო ამ დროს და ის ასეთ რამეს ამბობს, რომ როდესაც ქრისტიანები იხილავენ მის სიბერეს, როგორ აღესრულება ის აი ამ სიბერეში მოწამეობრივად, მაშინ ისინი განძლიერდებიან და მისი ეს მოწამეობრივი ღვაწლი იქნება მათთვის მაგალითად, რომ მათაც იგივე გააკეთა. ამავე ტექსტში მოხსენებული არის მანიქეველები, მანიქეიზმი, ეს რელიგია, რომელიც საკმაოდ იყო გავრცელებული სპარსეთში და ეს რელიგია მომდინარეობს მანიდან, რომელიც იყო რელიგიური მოღვაწე. ეს რელიგიური მოძღვრება წარმოადგენდა ქალდეურ, ბაბილონურ, სპარსულ მითებისა და ქრისტიანული მოძღვრების სინთეზს და მანი ზესთან მოვლენად ითვლებოდა, ქადაგებდა დუალიზმს. თავდაპირველად ნებადართული იყო ის სპარსეთში, მაგრამ შაბურ მეორემ ის აკრძალა და მათი დევნა დაიწყო და ეს რელიგიაც მოხსენებული აღნიშნულ ძეგლში. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ძეგლის მნიშვნელობა ძალიან დიდია და იქ მოხსენებული წმინდანები ჩვენ გაუწყებენ სპარსეთში არსებულ რელიგიურ მდგომარეობას, გადმოგცემენ ისტორიულ კონტექსტს, გადმოგცემენ წმინდანთა ცხოვრებას და მათი თავდადების მაგალითს ქრისტეს სარწმუნოებისათვის. რაც შეეხება მესამე ცხოვრებას, ეს არის წმინდა მენას, ხშირ შემთხვევაში თანამედროვეში როგორც წმინდა მინა ასე მოიხსენიება, ერმოგენესა და იუგრაფის ცხოვრებას. ისინი აღესრულნენ იმპერატორი მაქსიმიანე გალერიუსის მმართველობის დროს დაახლოებით 303 წელს და მათ ცხოვრებაში არაერთი სასწაული არის მოხსენიებული, მაგალითად ერთი ასეთი ეპიზოდია, იხილეს ორნი ანგელოზნი ბრწყინვალნი, რომელნი ფარვდეს ფრთეებითი და აგროვებდეს ნეტარსა მინას. როდესაც ნეტარი მინას წამება გადაწყვეტეს ამ დროს მოხდა სასწაული, ორი ანგელოზი, ბრწყინვალით მოსილი ორი ანგელოზი ფრთებით იფარავდნენ მას, რომ ის გადარჩენილი იყო და არ გარდაცვლილი იყო. და საინტერესო რომ მსგავსი ისტორია მოხდა ძველ ათმაში, როდესაც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა სამი ებრაელი ყრმა ცეცხლის ღუმელში შეაგდო დასაწვავად, თუმცა უფლის ანგელოზმა დაიცვა ყრმები და ისინი ცეცხლისაგან უნებელად დარჩნენ. შეიძლება გარკვეული პარალელიც გავლება ამ ისტორიას შორის. ასევე ძალიან საინტერესოა, რომ
აღნიშნულ ტექსტში ქრისტიანებს მოიხსენიებენ როგორც გალილეველებს. სადაუკვირ ზალი იგი გალილეველთაი. და ეს რატომ? იმიტომ რომ ქრისტეს გალილეველს უწოდებდნენ, რადგან ის გალილეის მხარის ქალაქ ნაზარეთში გაიზარდა. მოციქულთა ძირითადი ნაწილიც გალილეიდან იყო, ამიტომაც ქრისტიანებსაც გალილეველებად მოიხსენიებდნენ და ამას გარკვეულწილად რაღაცა დამცინავი გაგებით იყენებდნენ ამ ტერმინს. აქვე არაერთი პერიფრაზია წმინდა წერილიდან, მაგალითად საინტერესო პავლე მოციქულის ერთ-ერთი პერიფრაზე, რომელთა ერთ ეპისტოლიდან, არც ზესხმან, არცა მახვილმან შეუძლოს ჩვენ განყენებად ქრისტესა. როცა პავლე მოციქული აი ამ სიტყვებით საუბრობს და მსმენელს მიმართავს, იმის გავსადვე ხდება აღნიშნული ციტირების, აღნიშნული მსგავსი სიტყვების ციტირება ეპისკოპოსის მიერ. აქვე საინტერესოა, რომ წმინდა მინას გარდაცვალების შემდეგაც ძალიან ბევრი სასწაული აღესრულებოდა, იკურნებოდნენ სნეულები და საინტერესოა ისაც, რომ წმინდა მინას ძალისხმევით, როდესაც ის ჯერ კიდევ როცა ის უკვე გარდაცვლილი იყო, მისი ძალისხმევით დაჩეხილი ადამიანი, რომელიც ყაჩაღებმა დაჩეხეს, დაანაწევრეს, მისი ძალისხმევით ასეთი დაჩეხილი და დაზიანებული ადამიანიც კი მკვდრეთით აღდგა და გაწოსყდა. და ხშირ შემთხვევაში წმინდა მინას თანამედროვეობაში მიმართავენ როგორც სნეულთა მკურნალს, რომელიც აი ადამიანებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ აი ეს წმინდანები, რომლებიც მოღვაწეობდნენ ალექსანდრიაში, ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ უკვე მალევე მათი გარდაცვალების შემდეგ, იმ ფაქტორად იმავე საუკუნეში შეიძლება ითქვას, ძალიან დიდი იმედი და სასწაულება ჰქონდათ ხალხს მათ მიმართ და ლოცულობდნენ და ევედრებოდნენ უფალს, რომ და შეიძლება ითქვას, რომ მათი ღვაწლი ცნობილი იყო ძალიან დიდი ჯგუფისთვის და არათუ ძველ დროში, არამედ თანამედროვეობაშიც ამ წმინდანების მიმართ დიდი იმედი და სასწაულება არსებობს ქრისტიანულ წიაღში. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის მიერ აღნიშნული ჰაგიოგრაფიული ძეგლების თარგმნა დიდ მნიშვნელობას შეიცავდა, დიდ მნიშვნელობის იყო არათუ მე-11 საუკუნეში, არამედ თანამედროვეობისთვის და ჩვენ შევთხოვთ წმინდანებს მეოხებას, ფარველობას ჩვენი ქვეყნისა და ვიმედოვნეთ, რომ აღნიშნული პროექტი კვლავ გაგრძელდება და ჩვენ გავეცნობით ექვთიმე მთაწმინდელის მიერ თარგმნილ სხვა ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს.